თბილისის საქალაქო სასამართლოში სულში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოიკითხა. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ნანუაშვილმა თქვა, რომ ეს აბსურდის თეატრში მონაწილეობა იყო, როგორც უფლებადამცველი განმარტავს, მან ხელი მოაწერა გაუთქმელობას, რაც ნიშნავს, რომ ვერ გაამხელს რა კითხვები დაუსვეს და რა უპასუხა. თუმცა უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს გამოძიება ევთოს მექანიზმთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს. მანამდე მან თქვა, რომ ის დინარაძის უწყებაში მოწმის სტატუსით მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის გამო დაიბარეს. როგორც ნანუაშვილი განმარტავს, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკეს, უთხრეს, რომ დაბარება დაკავშირებულია დავით ქაცარავას მიერ ტევ-პირველზე მის ხსენებასთან. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი, როდესაც უფლებადამცველს იბარებენ უსაფრთხოების სამსახურში იმის გამო, რომ საერთაშორისო ექსპერტს, ევთოს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და მდგომარეობის შესახებ, რომელიც ქვეყანაში არის. ის რომ სახელმწიფოს უნდა ეთანამშრომლა ექსპერტთან, ეს იყო ვალდებულება თითოეული ორგანიზაციის, იმის ნაცვლად, რომ იმ რეკომენდაციებზე მოახდინონ მეტი ფოკუსი და იზრუნონ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, სახელმწიფო თვითონ არღვევს იმ პრინციპებს, რომელზეც შეთანხმდა ევთოსთან. მეექვსე პუნქტი ევთოსთან ურთიერთობის, ეს არის საოპერაციო დოკუმენტი მოსკოვის მექანიზმის სახელმწიფოებს, წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს დაიცვან თითოეული იმ ადამიანის და ორგანიზაციის უფლებები, არ შეუქმნან რაიმე პრობლემა, ვინც ითანამშრომლობს ექსპერტთან. ანუ ეს არის დამატებითი მექანიზმი, ამ მექანიზმის მიერ მოფიქრებული, რომ ყველა ის პირი იყოს დაცული, ვისაც კომუნიკაცია ექნება ევთოს ექსპერტთან. ჩვენ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს მოთხოვნა უკვე დარღვეულია საქართველოს ხელისუფლების. 15 მარტს ტევ-პირველის ეთერში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ თქვა, რომ მას საუბარი ჰქონდა უჩა ნანუაშვილთან, რომელმაც უთხრა, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მოხდებოდა მისი გამოკითხვა, თუმცა ქაცარავას თქმით, შემდეგ მას არავინ დაკავშირებია. ევთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა და ის საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს. ანგარიშში საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე, სისტემურ ძალადობაზე, შესაძლო წამებაზე, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებზე, პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეებზე და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე. ანგარიშის თანახმად, მომიტინგეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სხვა სახის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი გამოიკვეთა. ანგარიშში არაერთ რეკომენდაციას გასცემს, როგორც ევთოს სახელმწიფოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის. დოკუმენტი რეკომენდაციას გასცემს რომის სტატუსის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ, ასევე სადაც ეს შესაძლებელია, განიხილონ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირებისა და მათი პასუხისმგებელი ზემდგომების გასამართლება ეროვნულ სასამართლოებში, მათ შორის უნივერსალური იურისდიქციის გამოყენების გზით. ანგარიში ევთოს წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებიც დოკუმენტში აღწერილ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი.